გამოვაცხოთ შოკოლადის ტორტი ობამა. ერთხელ მაინც თუ გაგისინჯია, დამეთანხმებით, რომ შოკოლადიან ტორტებს შორის არის საუკეთესო. გამოვაცხე 6 კვერცხიანი ბისკვიტი. შეგიძლიათ დოზები გააორმაგოთ და დიდი ტორტი გამოაცხოთ. ან გამოაცხოთ 2 ცალი 6 კვერცხიანი ბისკვიტი. თასში მოვათავსოთ 6 კვერცხი. კვერცხი მაგ 0 კატეგორიისა. ვამატებ მწიკვრ მარილს. ცოტა გავთქვიფოთ, რომ გულები დაიშალოს და მაშინვე ვამატებ 7 სუფრის კოვს შაქარს. გავთქვიფოთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე, უნდა მივიღოთ ფაფუკი მასა ღრუბელივით. თუ ძლიერი მიქსერი არ აგაქვთ, ჯერ ცილა გათქვიფეთ ცალკე გათეთრებამდე და გამყარებამდე, შეათქვიფეთ შაქარი და კვერცხის გულები. უნდა მივიღოთ აი ასეთი ფაფუკი მასა. 130 გრამ გაცრილ ფქვილს, ეს არის 8 სუფრის კოვზი დაახლოებით, ვამატებ 30 გრამ კაკაოს. კაკაო ავიღე 4 სუფრის კოვზი. აქვე დავამატოთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. სანამ ამას ვამზადებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. ვამატებ 3 სუფრის კოვს ზეთს. 2 სუფრის კოვზი თაფლი. თაფლი ბევრი არ მოგიიდეთ, თხელი თაფლი დაამატეთ 2 სუფრის კოვზი. შევურევ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. ფქვილი და კაკაო ასე კოვზობით მოვაბნიოთ ზემოდან. რამოდენიმე ეტაპად უნდა შევურიოს. 2-3 კოვზი მოვაბნიე და ხელის სათქვებით აი ასე ფრთხილად ერთი მიმართულებით შევურევ. სანამ მე ამას ვამზადებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. შევურიოთ ასე მთელი ფქვილი და დავრწმუნდეთ, რომ გასახსნელი მშრალი ფქვილი არსადაა დარჩენილი. ფქვილი შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზით მეტი დაამატოთ, თუ თხელი გეჩვენებათ თქვენი ცომი, თუმცა იცოდეთ, რომ რაც მეტი ფქვილი აქვს, უფრო კექსივით გამოვა, რაც ნაკლები ფქვილი აქვს, უფრო ფუმფულა იქნება. მეც ცოტა თხელი მეჩვენება ჩემი ცომი, მაგრამ აღარ დავამატე, სულ დავამატე 150 გრამი ფქვილი, ამოვურიე ბოლოს სილიკონის ნიჩბით, რომ დავრწმუნდე, რომ ფქვილი კარგად არის შერეული და ამას ჩავასხამ და გამოვაცხობ 22 სანტიმეტრის ფორმაში. ცხება წინასწარ გახურებულ ღუმელში 160-170 გრადუსზე. 30-35 წუთი კარებს არ ავხსნით, მერე გავსინჯოთ ჩხირზე. ჩხირი უნდა ამოვიდოს მშრალი და იმის მიხედვით კიდე დავტოვოთ, ჩემთან დასჭირდა 40 წუთი. ამოვიღე ფორმიდან და ასე თავდაყირა დავტოვებ ბადეზე სრულ გაციებამდე. ასეთ ბისკვიტს სრულ გაციების მერე თუ ცელოფანში გაახვევთ და მაცივარში შეინახავთ, უკეთესია. სანამ კრემს მოვამზადებ, ბისკვიტი უკვე გამოვიღე მაცივრიდან და მოვამზადებ დასაკრემად. სიროფიც უკვე მომზადებული მაქვს. ბისკვიტს ესე ზემოდან თავს გადაუსწორებ, ამას გვერდებზე მოსაყრელად გამოვიყენებ, თვითონ ბისკვიტს კი გავჭრი შუაზე. გამოდის აი ეს ძალიან ფუმფულა ბისკვიტი. ეხლა კი დავიწყებ კრემის მომზადებას. სქელძირიან ქვაბში მოვათავსე 200 გრამი კარაქი. კარაქი რაც უფრო გემრიელია, კრემიც გემრიელი გამოდის. აქვე ვამატებ 1 კილა მოხარშულ შესქელებულ რძეს. ვამატებ 25 გრამ კაკაოს, დაახლოებით 2 სუფრის კოვზია. დავამატოთ ვანილი, აქვე ვამატებ 2 სუფრის კოვს შაქარს. შემოვდგათ ნელ ცეცხლზე. აუცილებელია სქელძირიანი ქვაბი ან დავდგათ გამა ნაწილებელზე. დაიწყებს გადნობას და ვურიოთ. მორევით უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი აი ასეთი ბლანტი მასა. არ არის საჭირო ადუღება, როგორც კი შაქარი გადნება და ასეთ ბლანტ კრემივით მასას მივიღებთ, გადმოვდგათ. ეს უნდა გავაციოთ, ან უნდა შევაგრილოთ. მე თბილივე გამოვიყენე. ბისკვიტი დავნამოთ, სიროფი წინასწარ მოვადუღე, რომ გაციებულიყო. 1/2 ჩაის კოვს ყავას დავამატე, 1 ჩაის კოვსი შაქარი და 2 ჩაის კოვსი შესქელებული რძე. ამას დავასხათ 150 მილილიტრი მდუღარე წყალი ან რძე. მე დავასხი წყალი. ჩემი კრემი ჯერ კიდე თბილია, ამიტომ ამ მარეგულირებელ ფორმას გამოვიყენებ. დავასხამ ნახევარზე ცოტა მეტ კრემს.
ბისკვიტის ზევითა ნაწილს ზემოდან ესე დავნამავ და უნდა დავადო ზევითა მხრით ქვემოთ. ცოტას დავაწვევი, რომ გათანაბრდეს და გადავიტან კრემს. შემოვინახავ 2 სუფრისკოვს დაახლოებით კრემს, რომ გვერდები დაუკრემო. ამას მე ცოტა ხანი მაცივარში გავაჩერებ 20 წუთი დაახლოებით, რომ კრემი კარგად გაცივდეს. გაციებული კრემი უფრო ბლანტი ხდება, შეგიძლიათ ცივი კრემითაც დაკრემოთ. მე 20 წუთის მერე ამოვიღე ფორმიდან და გვერდებზე მოვუსვი დარჩენილი კრემი, იმდენი რომ ნაფხვენები დაიჭიროს. გვერდებზე მოვაყარე ნაფხვენები და საბოლოოდ გამოგვივიდა აი ასეთი სასწაული ტორტი. შეგიძლიათ დოზები გააორმაგოთ და გამოაცხოთ 28-30 სანტიმეტრის ფორმაში და მიიღებ დიდი ზომის ტორტს. ტორტს მე ეხლავე დავჭრი და ვნახოთ როგორია. დაჭრაშიც კი ფაფუკია, ძალიან ნაზი და ფაფუკია. ნახეთ როგორია. აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ, სასწაულად ფაფუკი და უგემრიელესი ტორტი გამოდის. არხი თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ, ვიდეო კი შეინახოთ და აუცილებლად გამოაცხოთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.